მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენი პოდკასტი დაბრუნდა. დღეს ვისაუბრებთ ჩემპიონთა ლიგაზე, ქართულ ფეხბურთზე, ნაკრებზე და ჩემთან ერთად ორი ფანტასტიკური ადამიანია დღეს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები, ნიკა შერმადინი და დავით ჯიქია. კიდე როგორ ვთქვა, ახალგაზრდული ნაკრების ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ნახევარფინალისტები. აქტიურად მესამე ადგილს შეიძლება თამამად თითქოს. როგორ ახართ აბა? კარგად, მადლობა გიმოწვევისთვის, მიხარია რომ შენთან ერთად ვარ. მეც სულ მიხარია ხოლმე თქვენთან ერთად ყოფნა. ლიგას უყურეთ? ცოტა დროისგან გამომდინარე, ცოტა მოგეწონათ ახალი ფორმატი? ჩემი აზრით გაამართლა ნამდვილად რა. ბოლო ტურები ბევრად უფრო საინტერესო იყო. აზრი ქონდა ასე რომ ვთქვათ რა. 80% თამაშებს მაინც აზრი ქონდა, რომ შედეგი წყვეტდა რაღაცას რა და წინა ფორმატი რაც იყო, ფაქტიურად გადაწყვეტილი იყო ხოლმე ბოლო ორ ტურში ყველაფერი რა. ხო, მეორე შემადგენლობები და მესამე შემადგენლობები თამაშობდნენ. ლივერპულმაც კი გამოიყვანა მეორე შემადგენლობა და ის, მაგრამ ხა ძირითადი თამაშები და ესე პროცენტულობით რო ავიღოთ, ჩემი აზრით ეს ფორმატი შედგა რა. მეც გონია რომ გაამართლა იმ ხრივ რომ ცოტა სანახაობრივი გახდა, გოლები გავიდა უკვე ბოლო ტურში განსაკუთრებით და გოლებსაც მნიშვნელობა და ფეხბურთში თავარი მაინც გოლია და აქედან გამომდინარე მაინც სანახაობრივი და საინტერესო გახდა რა. გახსნილი ფეხბურთი წავიდა მეტნაკლებად. ამ ხრივ გაამართლა დანარჩენი თავიდან გუნდებზე. დანარჩენი თვითონ იფიქრონ ხო? როგორც მაყურებელი და გადმოსახედიდან კარგი საყურებელი. ეცე ამითხარით? ეხლა ხო ისე ქვია ამას რომ ჯგუფური ეტაპი დამთავრდა და აი ყველაზე მეტად ვინ მოგეწონათ და ვინ არ მოგეწონათ. ვინც გავიდა თორე ისე იდეაში ზალცბურგზე და ვიღაცებზე ცუდი გუნდი არ იყო, მაგრამ აი ვინც გავიდა რა, თქვენ შეგახსენებთ. იმენი გუნდია. კარგად ითამაშეს, ლილი მომეწონათ ძალიან. ლილი ძალიან კარგი გუნდი გამოიყენებს მოუგო. რეალთან მგონი კიდევ გასვლაზე მოუგო ატლეტიკოს თუ არა. ხო და თან ზღაპარში არიან, ხო ვინმე დასაწყისში რო თქვა რომ მე-7 ადგილზე დაამთავრებთ. ლილი, კი. ლევერკუზენისგან ველოდი სიმართლე რო გითხრა, ხაბი ალონსოს პროფესიონალიზმში ეჩვენა და თან მეპარებოდა. ასტონ ვილა უნაი ძალიან საინტერესო მწვრთნელია. თავის საქმის პროფესიონალი მართლა. მომწონს მაგის მიდგომა, რომ ფეხბურთელების ახლა სახელები და გვარები ნახდეთ, რომ არაფერს არ გეუბნება, მაგრამ ფეხბურთს თამაშობენ რა, როგორც ლიგაზე, ისე პრემიერ ლიგაში. და ცოტა უცნაურია რაღაცა. მთელი ცხოვრება ეხლა ფეხბურთს უყურებთ, ხო და ასტონ ვილა არადოს არ ყოფილა ეს გუნდი, ხო რაღაცა და უცებ ასტონ ვილა ლიგაზე რაღაცა ყურს ისე ხვდება რა, მაგრამ ფაქტია რომ მერვედ ფინალში ხო თან ისე რა დამაჯერებლად კარგი ფეხბურთით გუშინაც ახლა მაგარი თამაში იყო ძალიან ეს სელტიკი ასტონ ვილას სელტიკი 2-0 2-2 მერე უკვე ასტონ ვილა ისე წინ გავიდა მაგარი დრამატული თამაში იყო რა და ხო ვინ არ მოგეწონათ ვინ არ მოგეწონა მანჩესტერ სიტი კი ეთქვათ ვაღიაროთ მანჩესტერ სიტი არ მომეწონა იუვენტუსი თავის უღიმღამო ფეხბურთით აი რამოდენიმეჯერ ჩავრთე და გადართე კი ეგრევე გადავრთე იმიტომ რომ არაფერი თვალსასეირო რო არ ხდებოდა იმითაც ვეღარ იმშვიდებენ ხო თავიდან იყო რომ 13 თუ 14 ფრე როქონა და აი თამაშ არ ვაგებთ და რა წააგეს მე ფურთები შეფარდება ხა აი რა ქონდათ 8 თამაშს რო ითამაშეთ და 9-7-ზე ხა საშუალოდ იმაზე გოლს იტანს საშუალოდ თამაში და კატასტროფაა იუვენტუსი რო ხარ თან იუვენტუსი ერთია შემეცოდა რაღაცა ეს გუნდი რა გუშინ PSG-ს მიერ განადგურებული კი იმიტომ რომ მართლა კაი ფეხბურთი ითამაშა მთლიანობაში რაც ავიღოთ რეალთან თუნდაც უყურე საინტერესო წვრთნელი ყავს ის ახალგაზრდა ბიჭი როგორც ვიცი ის შვილი არის რა ხო ჰიონესის შვილი არის ხო როგორც ვიცი გამოდია შტუტგარტი
ზოგადად კარგი თამაში ითამაშა, მაგრამ საბოლოოდ კი, სებასტიან ჰიონეს. კი, მაგრამ საბოლოოდ ვერ გავიდა რა და მე დინამო ზაგრები ჩემეცოდა გუშინდელი თამაშის მერე. მოუგო მილანს, მაგრამ არ იყო რა და ეგრე იყო წინა ტურში იდეაში. ის რა შეფარდება ბურთების ხო ალბათ ხო? იმაში ქონდა. მინუსში ქონდა ძალიან. ხო, არა 7-11-ზე ქონდა ბრიუგეს, ხო? ხო, ეგრე გამოვიდა. არა, ხო, და კატასტროფული ამბავი ჭირთამათ იმათთან შედარებით. მე წინა ტურში შემეცოდა ბენფიკა, მაგრამ ბარსელონას რო 4 გოლს გაუტანდა მაინც თამაში წააგებ. არა, ძალიან კაი საყურებელი. ეგ სანახაობრივად შემოგვარი მაინც შეიძლება ფორმატულად. აი თქვენიაზე მაინტერესებს ახლა. ბოლო მომენტზე რა აზრის ხართ? რომელ ბოლო მომენტს? მეხუთე გოლი რო გავიდა, ხონდა ადგილი ჯარი იმას როგორ ფიქრობ? არა. მეც ეგრე. არა, ხო? უფრო გვინდა რომ არა. გვინდა რომ არა, ხო, რა ეგ უფრო მოუხდა, ხო, ფეხბურთს რა. რაღაცა ბოლო წამის ემოცია მაინც სხვა არის და. ხო, იმის მიუხედავად რომ მე ბარსელონა საერთოდ არ მიყვარს. მაინც კაი იყო რა ეგ ამბავი რა. ბარსელონა უფრო გულშემატკივრობ ახლა, იმიტომ რომ ფლიკის მიდგომები მომწონს ძალიან. ბაიერნის გულშემატკივარები ყავთ წლებია და ფლიკის მიდგომებს მემხრობი სრულად და მომწონს სტილი. აქტია მოუხდა რა. ხო, არა მოუხდა. რეალს რო ეგეთ რაღაცას გაუკეთებ და აკადრებ, იგივე შვება, რასაც შვებოდა ბაიერში, მე და მანქანა რო არ ჩერდება და შედეგზე უტევს და რა. მაგრამ ნაკრებში ფლიქს მაინც არ გამოუვიდა, ხო, ის ეგ ამბავი როგორც ბაიერში, აქ უკვე ბარსელონაში. ალბათ უფრო იმიტომ რომ უფრო საკლუბო სპეციფიკის მწვრთნელი არის და ნაკრებს უფრო სხვა რაღაცა ჭირდება ჩემი აზრით, რომ ზოგი უკლავდება, ზოგი ვერ უკლავდება რა. არა, საკლუბოზე უფრო ხშირი შეხება ყოფილიყო და უფრო რაღაც გიჭიროს და შენ გემოზე ყავს და ნაკრებში ხა რამოდენიმე დღით რომ მოდის ისეთ ყურადღებას და ვერ აქცევს 3-4 დღე რა. ხო, ძალიან ცოტა რა. ო, არა, აქ გახდა მონსტრი გუნდი ბარსელონა რა. ის ნახეთ თამაშის წინა პრეს კონფერენციაზე ბალდეს კითხეს, რომ გასპერინის ორას დაუპირისპირებთ და გასპერინო ვინ არისო? მე მგონი აცი ემახსოვრება ხო? აი, არ მგონი ეგეთი ის იყოს ჭალებში თავხედი ბავშვი რა. არა, როგორ არ უნდა იცოდე, აი, ეგეთი ამბავი ქონიათ მეტოქე რომ თამაში გაქვთ და არ იცით ვისე თამაშებით არა. არა, პირიქით წინასწავლიგების ხომე ვინ იყო და ვინც არის იმაზე ეძებ ინფორმაციას რომ გაიგო ვინ როგორ არა. საინტერესებდა სულ ვინ სად როგორ ანაირად. გამთავარი. ანუ არ ხდება ეგრე ბარსელონაში რო ხარ მithumedes და ჩემპიონთა ლიგაზე რო ხარ შეიძლება რაღაც იუმორით ცოტა ბაბუშტოლა კაცია კაი ვინ არ მოგეწონათ აი რო თქვი რო იტყოდით რომ ამას ლიგაზე წელს რა უნდოდა ხო სიტის უნდა აღნიშნოთ ყველაზე ძალიან სიტი ხო გავიდა მაინც ისე გავიდა ხო ხარისხი არ იყო ისეთი ხა 0 ქულით აგერა ჩვენი აი ჩემის გუნდი ნო ეხლა რასიზავ ეხლა ერთი მისი აღნიშნა შეიძლება დებიუტანტები იყვნენ ერთი მისი აღნიშნა შეიძლება ფობადან გამომდინარე ისაა რომ აი როგორც ასტონ ვილა ლილია ეგეთი გუნდები სხვა კლუბებისთვისაც мотиваციაა რომ შესაძლებელია თუნდაც პირდაპირ მეროდ ფინალში გახვიდე რა სხვა გუნდებში აქეთ ამბავი ცოტა აქეთ წავიკვინე რატომაც აი აქეთ ამბავში მაშინ სლოვანი და ძმანი მისნი ვინც ქალია ეხლა საუბრობთ ესა 0 ქულითან არ გინდათ მომავალწას 0 ქულით თონცი ქვიყოთ ხო ნებისმიერი ქართული კლუბი გავიგებთ რა რომ აი ოცნებაც არის მე მგონი რომ ერთხელ ჩვენთან გინდა თბილისი ბათუმი ქუთაისი სადაც იქნება რა აღნიშნულობა გორი გაჟღერდეს ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი რა ერთხელ და საბოლოოდ რა რომ და ვისი ამონოთ რა გულშემატკივრებმა და ოცნება ავიხდინოთ ერთი ოცნება ხო ავიხდინოთ ხო სანაკრებო გავიხარეთ საკლუბოს უნდა ავისროთ აუცილებლად და მე სანაკრებოზე ხო ეგ ამბავი ქონდა რომ აი ოღონდ გავიდეთ და ვინ დაეძებს ქულას და ესა და ქულას კი არ შეუძლებია რა და იქნება აქაც ხო მართლა თან ისეთი გახდა ხო უკვე კონფერენს ლიგაზე რო გახვიდე ჩემპიონ გუნდს ქვეყნის ჩემპიონ გუნდს ერთი თამაშს მოგება გჭირდება რა რეალურად რა
პირველი ეტაპი უნდა გაიარო, სადაც ყავს აი ისეთი გუნდები რა ფარერები, ისლანდია რაღაცა და მე პირდაპირ ჯდები თუ ყველაფერი წააგე კონფერენს ლიგის პლეი-ოფში, ერთი თამაში მოიგე და ჯგუფში ხარ რა ეხლა და მე მგონია რომ ახლა ეს წლებში გავალთ აუცილებლად. ო, კაი რაღაცა. რის ხარჯზე უნდა გავიდეთ? პირველი რწმენა. შენი თავის იმედი და დანარჩენი ახლა ცოტა ფართო თემაა ეგ. ძალიან ბევრი ჩაშლა ჭირდება, მაგრამ მე მჯერა რომ რომელიმე ქართული კლუბი უახლოეს წლებში 1, 2, 3 გონია რომ რომელიღაც ჩემპიონატზე აუცილებლად მოხდა იყოს კონფერენს ლიგა არა აქვს მშოვა ხმა ის ამის ჩემპიონთა ლიგიდან შეიძლება არ დავიწოთ, მაგრამ არა აქვს ჩემს მშოვა. იქ ერთხელ გავალთ მე უკვე მოხშირდება იქ და სხვისთვისაც სხვა გუნდები კლუბებისთვისაც мотиваცია იქნება რომ იქ გავიდეთ რა. დაწუხოს ოპტიმისტი ადამიანი. პოზიტივებს ეძებს რა თქმა უნდა, ეხლა აი ეგეთო გამომხედა ეგრე. ქუთაისის ტორპედოს აქვს ძალიან კაი გეზი უჭირავს ყოველ შემთხვევაში ახლა. ჩემი გადმოსახედიდან მახსენდება აზერბაიჯანის ლიგა სად იყო საერთოდ და ყარაბაღი რო აღმოცენდა და სწორი მიდგომით და რა თქმა უნდა ფინანსურადაც დაიხარჯა ახლა იმათ სხვა რესურსები აქვს რა თქმა უნდა რაღაცნაირად მე იმედება რომ რაღაცა და შეიცვალოს. ხო, არბედაშიც მოყვები არ ჩანს ხო ესეთი 1 წლიანი, 2 წლიანი პროექტი რაც ბევრი ყოფილა სამწუხაროდ საქართველოში რა და ნახოთ წელს მე მგონი იბრძოლებს ჩემპიონობისთვის თან იმის ფონზე რომ გუნდი შეინარჩუნეს, ანუ თავარი ალბათ ერთ-ერთი მაინც იონსენი იყო ხო ბომბარდირი რომ 2 წლიან კონტრაქტს რომ მოაწერა ხელი თან, ანუ გუნდი რო არ ფიქრობს რომ 6 თვიანზე ჩვენთან როგორც არის მაქსიმუმ 1 წლიანი კონტრაქტი ხო 2 წლიანი იმას ნიშნავს რომ იქნება და თუ არ იქნება სარგებელს ნახავს ტორპედო ამ ყველაფრიდან. კი, ნამდვილად. თან შემოთავაზებების ქონდა უკეთესი. კი, ხო, კვიპროსი და ასე შემდეგ და. აი ლიდერიას გაუჭირდება, მაგრამ ეხლა ჩემი აზრით თან ჩემპიონი გუნდია, ჩემპიონთა ლიგაზე გადის, კოხრეიძე გაუშვეს, მამაგეიშვილი პორტუგალიაში წავიდა, ეგ ისეთი ახალი ამბავია, ხო? კი, დავიკითხე. ფამალიკაოში ყურს. მაგრამ მე მაინც გონია რომ კარგად წარმოაჩენენ თავს და იმედი მაქვს რომ გავლენ კონფერენს ლიგაზე. კი, იმიტომ რომ წვენი და სტაფი თავის ფეხბურთელებით ისეთია, რომ გონია მაინც რომ აი ორი ფეხბურთელი დააკლდებათ. ნახოთ კიდე ხო არის დრო შევსების იქ. ხო, იქნება ვინ მოდის. უკეთესი შეავსონ, არ არის გამორიცხული, ნახოთ დაველოდოთ. კიდე ბევრი თვეა. ძალიან საინტერესო აკადემია ყავთ ახლა ბავშვთა ფეხბურთიდან გამომდინარე, რასაც ვუყურებ, ძალიან საინტერესო აკადემია ყავთ. იბერიას კი და კიდე ჩანს რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ამოწევენ ხოლმე ამ დიდ გუნდში და თავის სიტყვას ამბობენ ის ბიჭები, საკმაოდ ღირსეულად გამოდიან. ყველა რამდენი ფეხბურთელი გაზარდეს რა ჩემთვის რომ დავიწყოთ შორს სწავლოთ. ხო, თან უკვე ნაკრებსაც დაეტყვა ხო ეგ ამბავი რომ აღარ არის მარტო დინამო თქვა, კი არაფერს არ ვირჩი ამ დინამოს და ისა, მაგრამ უკვე სხვა გუნდების თუნდაც იბერია მომრავლდა ხო ეგეთი გუნდები, ვისაც ნაკრებში ყავს უკვე თავისი აღზრდილი ფეხბურთელები. ხო, დინამო აკეთებს რაღაც საინტერესო რაღაცებს. შარშანდელი კატასტროფული სეზონის მერე გავარდა გინახავ გუნდი ახლა დინამოსთვის მეტი ცუდი სეზონი რა გაგინდა ხო კანკავა გვილია უცებ ისეთი მაგარი დანამატია რა ახლა გვილია კი გუშინ გახდა ცნობილი რომ გვილია ოფიციალურად ჭორის დონეზე არა გუნდმაც დაადასტურა რომ საინტერესო ნახევარდაცვის ხო ხერხემალი რო იზახიან ყავთ დანარჩენს აწყობენ ზოგადად ეგრე უნდა იყოს მე მგონია რომ წელს ბევრი გუნდი იბრძოლებს ჩემპიონობისთვის და ყველაზე კარგია საკლუბო დონეზე რომ ბევრი როცა იბრძოლებს ხარისხის იმატებს და მე კონფერენცი გაიგება თუ ჩემპიონთა ლიგა იქ მე მომზადებული მინდა ეს სპარინგები ძალიან გვჭირდება და შიდა ჩემპიონატი ეგეთი იქნება რომ ბევრი იბრძოლებს ჩემპიონს კარგი გუნდები ეყოლება კარგი ფეხბურთელები რა თქმა უნდა ეგ დაგვეხმარება რომ ქართულმა კლუბებმა წარმოაჩინა თავი. შენ სადაც გინდა იქ რომ მივხვდეთ. სადაც გინდა კი. ბევრი იქნება ხა დინამო ბათუმი რა თქმა უნდა თბილისი დინამო მაინც დინამოა. შარშანდელი ჩაგდებული წელს აუცილებლად ჩემს იბერია ასევე
კიდე ქუთაისი რა თქმა უნდა. ხუთი კლუბი უკვე არ არის ცოტა და კიდე გორი ძალიან საინტერესო გუნდია. საინტერესო გუნდია. ძალიან კარგად იასპარეზა რა ვიცი. ასას უყურე. თან ის მუშაობს ხომ სკაუტინგი მაგათი ფაქტია რა ეს საიდან ჩამოყავთ როგორი ფეხბურთელები. ძალიან საინტერესო ფეხბურთელები ჩამოყავს ნამდვილად. აი ხარისხიან ლეგიონერს რო ვიძახით, ზუსტად ესეთი ფეხბურთელები ჩამოყავს გორს. ხო, უშვებენ რა თქმა უნდა. აი უნდა შევიდიან. აი დინამოზე რის თქმა მინდოდა ახლა რა, აი მაგას ვიძახდი, სულ აი 3-4 გამოცდილი ფეხბურთელი არის მისწვება, როცა გინდა რომ ახალგაზრდა გუნდი გააკეთო რა. ეს ძირითადი ბირთვი უნდა იყოს აი ფეხბურთელებზე დაყრდნობილი და აი ფეხბურთელებმა უნდა გაზარდონ ის ახალგაზრდები რა. ესე წარმოუდგენელი არის 11 ახალგაზრდა ბავშვი რო შეუშვა იმაზე რა ქვია სტადიონზე ხო და იქ საერთოდ სხვა გარემო არის რა. და კი გაუჭირდათ კიდევაც კი ვნახეთ და ჯაფარო ეყოლებათ და იქ კვილორო ეყოლებათ და ხევარდასვაში და იქნება კიდე ერთი ორი ალბათ გამოსტილი ფეხბურთელი ალბათ თვლი რომ უფრო გაიზრდებიან იმ ხასიათსაც დაიჭერენ აი ჯაფას ხასიათი ძალიან მიყვარს ეს მებრძოლის სული შინი სულ მაგის გამო ვაფასებდი ხოლმე მაგ ფეხბურთელს და პატივს ვცემდღემდე გამოსავალი მე მგონი კაი გეზი უჭირავ ჩემი აზრით და წარმატებას უსურვებ დინამო თბილისს რა დინამო თბილისი მაინც ქართული ფეხბურთის პლანოვანი. ხო, გინდა არ გინდა, ახლა გულისხმობაში წინება და გულისხმობაში ყველა გულში მოტკივოთ რა დინამო თბილისს. ერთი ორი რეგიონის გარდა ალბათ არწმუნებული ვარ, ახლა იქ დიდად ფულზე არ ეხატებათ. თორე არც ეგ არის პრობლემა და პირიქით კარგია, ანუ ეს ჯანსაღი კონკურენცია და ჯანსაღი დაპირისპირებები მაგალითადაა ზოგადად. ერთმანეთს უნდა დახოცავენ ფანებით, მაგრამ ახლა ჯანსაღი კონკურენცია იყოს იქ სტადიონზე, რა თქმა უნდა სასიამოვნო საყურებელი არის რა. სტადიონს გარეთ ხოლმე გახსოვთ კარგად ეხლა დაწყებამდე და მე ხდებოდა ხოლმე. ეგ მაინც და მაინც კაი ამბები არ იყო ხოლმე მაგ დროს. ეგეც ფეხბურთის ნაწილი. ის ფილმი არ უნდა გადაიყოს. ის ფილმი არ გადაიყოს. ქუჩის ფული ხარ მასთან სუდი ზეგავლენ და იქონია ზოგადად. ფანებს ემ. აი ეს ფეხბურთის ნაწილია. ხო, მაგრამ იქ ფეხბურთი სხვა დონეზეა, იგრე რო შეხედო ახლა. აი გარი ხო. იცი რა მაინტერესებს ახლა ცოტა დაუბრუნდეთ ლიგის ამბავს. კვარას ამბავი უკვე ყველას გვიხარია რომ PSG გავიდა შემდეგ ეტაპზე და კვარა იქნება. აი მოკლედ მაინტერესებს კვარაზე და მამარდაზე თქვენი აზრი, ანუ კვარა წამოვიდა PSG-ში და კარგად გილას არის. მამარდას ძალიან სული სეზონი აქვს. ეს გუნდის დამსახურება უფრო ვიდრე თავისი და მე მიდის უკვე სეზონის ბოლოს ლივერპულში, სადაც ვიკიმის თანაკაცი ხდება, რომელიც საბოლოოდ 90%-ით არ წავა და დარჩება. აბა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი. მე დავიწყებ, ხო, ჯერ რაც არის თქვა, ვერ დავამატეთ, მაგრამ ამ ბიჭებმა პირველად განსაკუთრებით ყვარა ქართველი და ქართველი გულშემატკივარი ძალიან დააბრუნა ფეხბურთში და სხვა მიდგომა და შეხედულებები გაუჩინა ქართულ გულშემატკივარს რა. ფეხბურთელებს გაუხსნა ძალიან გზა ევროპაში და სხვადასხვა ქვეყნებში და ინტერესება წამოვიდა ქართულ ფეხბურთელებზე ძალიან ბევრი ახალგაზრდებზე რა თქმა უნდა ძირითადად და მამარდამ მე კარებში გააჩინა აგენიკა მეორე კარია და როგორი გაიმართა უცებსავში უფრო კარგად იწვის აი ეს ინტერესი ფეხბურთის მიმართ ზოგადად და გარდა სპორტისა ჯანსაღ ცხოვრებას უბრუნდები ხო სპორტულად ცხოვრება ამ კონკრეტულ შემთხვევაში ფეხბურთზე შედიხარ გარდა სპორტის არის ჯანსაღი ცხოვრება ხო რაც ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია და წყლები ქუჩას რაც ხანდახან ძალიან რთულია ჩვენ ქვეყანაში და ვიდიხარ ჯანსაღად ცხოვრება გარდა სპორტისა ყვარას გადასვლა იყო მართლა რაღაცა ისეთი ძალიან ორმაგაცას იხარო ხა ნეაპოლი ცოტა ისეთი იყო ხო ძალიან გაგვიხარდა მაგრამ ეს მეგონი ორმაგად გაგვიხარდა ხო ახალ კიდე უფრო ზედასაფეხურზე შეიძლება ითქვას რომ გრანდია რა ხო ლიგის ფინალი ორჯერ არის ნეიმარი ბაპე მესი რავი ხო თან ისეთი არა ხო არც ბავშვი არც ეთი და არც ასაკში ისეთი არც ეთი რა ძალიან რო ჩავყვეთ იქ რონალდინიოს გამოჩნდება და კი ბევრი ისტორიის კი ძალიან ფეხბურთს კარგს ვიყვებით. მოცეს ჯიჯი
კარის იცავს დონარუმმა. ხო, ძალიან. მაგაზე ამბობენ მუკლო. მუკლო, საკითხა. მგონია გუში რა ბურთი აიღო, ხო ნახე, ანუ იდეალური არა, კაი მეკარია, მაგარი მეკარია. მანაგრებში უკეთესად თამაშობს. ხო. ნაიქ ხო იტალიელების სცენია ზოგადად. ნაკრებში და პატრიოტები არიან. ხო, ჰიმნიდან დაწყებული ну, ემოციით ასრულებენ იმ ჰიმნსაც, რაღაცაში შენი ჰიმნი არ არის, მაგრამ გაჟღიალებს რო უყური. ხო. ან ისეთი. კარგი მიდგომა. ხო და შენ მითხარი ახლა აი მამარდას ამბავია, დაცვა რო არ აკავს და გუნდი რო არ აკავს. ვიცი რაღაც ხონია ჩემს ვიძახი ახლა სუბიექტურად რომ განათხოვრებით უნდა წასულიყო სხვა გუნდში. ინგლისში. თუნდაც თავიდან რაღაც უფრო გამიხარდა ეგ ვარიანტი, რომ პრემიერ ლიგაში რო წასულიყო ბევრად უფრო კაი იქნებოდა, იმიტომ რომ ვალენსიას აი უკან მიდიოდა და წინა წელის ხო ნახე, ანუ ბოლო ტურში დარჩა, ხო? ფაქტია. დარჩა კიდე თქვა არ იქნება გადაჭრა დატოვა აბა. დატოვა, კი. შეიძლება ითქვას, რომ დატოვა და ანუ სატრანსფერო პოლიტიკა მიდგომა პრეზიდენტის მიმართ არ იყო საერთოდ, რა შედეგი მიიღეს კი ნახო ხა წელს მე ავიღმართ მოხდეს რომ დაშნენ და რა ვიღარ განაირად უნდა დარჩნენ. ბიჭი ხო, ჩვენი ბიჭი ხა მამარდა გიო არ მინდა რომ გავვარდეს ეხლა რა თქმა უნდა, მაგრამ აუ ისეთი გეზი უჭირავთ რა, რანაირად უნდა გამოწვნენ მან მაგ სიტუაციიდან უფრო რთულად წარმოსადგენია რა. შემეცოდა ეხლა ბარსელონასთან აღდეთ, ეხლა მეკარე ვიყავი მეც და 7 გოლი რთული მოსანელებელია აღდეთ. თან არც ერთი არ იყო ხო ისეთი რომ თქვა რომ აი უნდა აიღო გამოსვლაზე ხო ნუ ეს არაფერი ხა სამწლის მაშინ აქვე 7-8 წუთში როგორც რომ გაგიტანენ მე საგონებაზე როგორ უნდა იყოს საერთოდ დასაწყისში რა არა უშავს რა ყველაფერი ხდება რაც თავარია ხა რაც მომწონს მამარდაში ძლიერი ფსიქოლოგიის პატრონია და მე ესეთი უნდა იყოს ზოგადად მეკარე ყველა მეკარე რა ჩემი ბავშვებისთვის ჩემი ახსასდელებისთვის მაგრამ მისაბაძი მაგალითი არის და აი მართლა დიდი მადლობა მინდა მოუხადო როგორც მამარდას ისე ყვარას რომ ბავშვები მოწყვიტეს ქუჩას და ისევ სტადიონებზე ისევ ფეხბურთში აი ჩვენ დროს რო იყო ხოლმე თავით ღამის 2 საათამდე ტელეფონები არ ქონდა არაფერი ხო იცი რა დროც იყო და ტელეფონები არ ქონდა არაფერი მშობელმა იცოდა სად იყავი სტადიონზე და მამა ამოვიდა და სტადიონზე იყავი თამაშობდი რა. შვიდათ იყო წნარად იყო და ძალიან ყველა თელმა საქართველოს მადლობა უნდა მოუხადოთ ამ ბიჭებს რა. თან მაგარია ხო აი შენ რო თქვი რომ სტადიონზე ვიყავით, მაშინ დარბოდი პირობითად რა კაკას, რონალდინიოს რაღაცა, ზიდანის და ასე შემდეგ ფორმით და დღეს ეს ბავშვები დარბიან მამარდა, ხვიჩა, ბუდუ რაღაცა აი და ეგ ამბავი ცალკე მაგარია რა შენ სასრო უყურებ და აი შენი რო ყავს მისაბაძი ამბავი და არა ვიღაცა ბრაზილიელი არის ესეთი ხელშესახები და ხელმისაწვდომი ტიპი ყავს რა ისეთი რომ აი იმან თუქნა მე შემიძლია უფრო იჯერებ მაგ დროს ხო საფეხბურთო კერპი რო ყავს შენი ეროვნები შენი მიწასყრის შენ პირობებში დაბადებული გაზრდილი შენ ქალაქში თუნდაც უფრო დიდი мотиваცია არა ჩემი აზრით. ქართულად საუბრობს უკვე სხვა ის რა. შენი ნაზრით უკვე ის სხვა ემოციები გეუფება რა. ხალხი საერთოდ ფეხბურთს არ უყურებს და მე მგონი 91 წლის მე თასების ფობათა თასი რო არის უფრო დითაობაზე მაქვს ლაპარაკი. ის ხალხის კი შემოატრიალეს ფეხბურთში და ნაპოლის თამაშს არტოვებენ, აკრების თამაშს არტოვებენ და სასიხარულო ფაქტია. ერიკა აერთიანეს რა სპორტული თვალსაზრისით ნამდვილად სასიხარულოა რა და კიდევ ვისურვებ რომ ბევრი ყვარას და მამარდასნაირი რა და ამაში მე და დავითიც ის ხალხის შევიტანთ წყვილს აუცილებლად და დავწყები მწვრთნელები ვართ და რა დროს თქვენი მწვრთნელობა იყო ის სხვანაირად რო განვითარებულიყო ყველაფერი რა ნუ ჩვენი თავი უფრო წარმოვიდგინეთ მწვრთნელის ამპლუაში ჯობდა ადრეულ ასაკში სწავლა განაგრძო ნუ ახლა ჩემ შემთხვევაში უფრო ადრე შეიძლება და დავკარგეთ რომ შეიძლება ითქვას იმის ნანოფ
24 წლის ასაკში შემიძლია დამიწყო და უფრო მეტი მეცოდინებოდა, ახლა და უფრო გამithარებული ვიქნებოდი. ნუ ჩემ თავი უფრო მწმელობაში და სასწავლო სტაფში დავინახე, ვიდრე ფეხბურთში. რაღაც ისე ვერ აიწყო ახლა ამაზე. რო ჩავშალოთ მართლა გინდა ჩემი გინდა თუ ის სააშორს წაგვიყვანს და მოკლედ ესე იყო რა. აი, ეგ არ ჩავშალოთ, მაგრამ ის გავიხსენოთ ცოტა ხანი. ის კარგი ევროპის ჩემპიონატი, ის ახალგაზრდული. კი, ის კარგი ევროპის ჩემპიონატი სულ იქნება ჩვენს გონებაში. სულ რა ხდებოდა იქ 1-2 სიტყვით მოგვიყევით? ფანტასტიკა. ეგ ერთი სიტყვა. ფანტასტიკა, კი, გაუცებას ჩვენ, რავი, ბევრი რაღაც ვნახეთ. მაშინ ჯიქიაზე გაზრდილი ბიჭები და იქ რაღაცა ბეტონზე გაზრდილი ბიჭები უცბად ავსტრიაში ჯერ მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ, შემდეგ სლოვენიაში იყო, ლუბლიანაში. ეს ფინალური ეტაპი ჩანიშნული და იქ სტადიონები რომ ნახეთ, ჩვენ მარტო რა პირობები იყო, რა მინდორი იყო, აი რო ხტებოდი სიამოვნებდა, აი ფურთი 2 მეტრზე რო ცდებოდა, ხოლმე მაინც ხტებოდი, რა აი სიამოვნებდა, დაგემახსოვრებინა ეგ მომენტი, ხო? დაცემა სიამოვნებდა და ამაზე რომ მიწევს ლაპარაკი, ხა წარმოიდგინე 10 წლის უკან არა 17-ში იყო 12-ში და 17-ში. ალბერტით გიო ალბერტით. არა, ხო, ძალიან საოცარი. 12-13 წელი გავიდა. 12 ხო. საოცარი პერიოდი ხო რა ეს მართლა. თან ბავში რო ხარ ისეთი ასაკია და თან რო იაზრებ, თან ვერ იაზრებ, სათხარ როგორ ხარ, ას თამაშობს საერთოდ და ვისე თამაშები. ერთი ისტორია ყველაზე მაგარი ის არის, რომ ერთ იქ ჯგუფში ვისაც ვიყავით გერმანია, საფრანგეთი, ისლანდია. ხო, აქვს ვინმეს გაიჟღერებული, მაგრამ თქვათ კიდე 4 გუნდი ერთ სასტუმროში ცხოვრობდით და ну რა ვარჯიშობს ან თამაშები დაიწყება ჭამდა ისვენ ხო და გერმანელებს ერთ-ერთი ქვეყანა იყო ვისაც წამოყვანილი ყავდათ მასწავლებლები რომ ის სასწავლო პროცესი არ ჩავარდნოდათ ფეხბურთელებს რა ეს იყო მაშინ ჩემთვის ალბათ მეგონი მაგის მე დავიწყე სწავლა ეს მართლა ძალიან დიდი ის იყო მართლა ეგ мотивация იყო მიდგომას სადავართ ხო თურმე ისიც საჭირო აუცილებელი და სწავლა რა ჩვენ ჩავიდოდით გასართობი ოთახი იყო ერთი პინგ-პონგი მაგიდის ფეხბურთი რა ხარაშვები ხო როგორც ხდება ხოლმე ხო ის ამოვედით შევიხედეთ იქ ოთახი იყო სპეციალური კონფერენს რუმი შევიხედეთ და ესენი მეხსე ესე ზიან გერმანელი ფეხბურთელები ლეონ გორიცკა მაქს მაიერი ჟულე ხო გერმანელი ვერნერი იდე და ესე ზიან და მასწავლებელს უსმენთ წარმოიდგინე. მაგიდის ფეხბურთს ეთამაშებოდით? კი. ეს უკვე სამია მარსიალი. მარსიალი. მაგილა ჩვენ ერთად შორის სადაზლეო მოვუგე. მარსიალს კი. რაშალობარა. ნუ ის ამოყევი. მე და ლაშადოალი ვიყავით. მაგიდის ფეხბურთს ეთამაშებოდით. მარსიალი იყო და ეხლა ნაკლებად ცნობილი ლუის ნაიონი თუ გაიონი არ ვიცი როგორ იკითხება. ხო და რაღაც გავეხუმრესავით, რომ ვინც მოიგებსო, წაგებულმა მაისურებიო მისცესო, ხო და ნუ ახლა ვიღაც ახსოვდა შენი მაისურები. მოუგეთ ახლა ჩვენ ვინაში მოგვიგებ და მითხოვეთ მაგაზე გაზრდილები კი და მარსიალი გავაფუფლოეთ. აი მაგას აღარ ემახსოვრებოდი. მაგას ხო მე მეგონა ფეხბურთის თამაშს აღარ ახსოვს უკვე იმისთან რეგრესი განიცადა. საბერძნეთშია ახლა. ეგ არ ვიცი. კი, პაუქშია. ნახევარფინალი როცა დაიწყო, აი მანამდე რა ხდებოდა იქ და ალბათ უკვე თქვენს გჯეროდათ, რომ არაფერი აღარ იყო თქვენ წინ ისეთი რაც შეგაჩერებდათ. არა? კი, ზუსტად ეგრე იყო მართლა. თან ეს ჰოლანდია რომ სტაფთან ერთად რო გავარჩიე თამაში, ყველა ერთხელ ეხა მარტო მე და კონკრეტული რამოდენიმე არა, ყველა მომდით, რომ ეს ის გუნდი არ არის, ვის დამარცხებას არ შეგვიძლია, მით უმეტეს ეხა რაც გამლი გქონდა აქამდე. ну ეგრეც მიდიოდა ის რამოდენიმე პერიოდი წუთები და მეც ბოლომდე რა არ
გქონდათ ეხა ისეთი მომენტი ბოლო წუთებამდე სანამ ის გოლი გაგვივიდოდა. იდეაში ჭანტურა რო არ გაიგო. არა, მაგაზე საუბარი არა. ჭანტურა არ გაიგო 99% მგონია რომ მაგ ჰოლანდიას აუცილებლად გადახპენებში იქნება, მაგრამ გავიდოდით მე 99% მიჭერდა, მაგრამ ჭანტურას გაგდება ძალიან მოქმედა. ეხა იმ ასაკში 80 წუთი ეკაცნაკული თამაშო არ არის ადვილი. თან ისე ჩანდა ყოველ შემთხვევაში გარედან რომ ჭანტურა მარტო ფეხბურთელად არ დაგაკლათ იქ რა ცალკე ლიდერობის სამბავში ხო ჭანტურას ეს დადებით ისინი ყოველთვის გვეხმარებოდა და ხო ეს ხო კაპიტანს კარგავდა. მიყვარდა ხოლმე ნიკასთან თამაში ზოგადად. ჩემს საქმეს ინაწილებდა 50% საუბრობდა კარნახი ერთი ნიკას კარნახავდი ხოლმე და მეორე მცველს. დანარჩენს თავის თავზე იღებდა ხოლმე. მე მგონი მართლა დავბედით. ნიკამაც დაამთავრა ნიკამაც დაამთავრა. დომას წელს. მე არ დაამთავრებია მე. ხო, შენ არა. კი. და ამბობ რო ჯერჯერობით ესე ვარ. სანახევროდ ვარ რა. არა გვერდით ერთად ლიგა 3-ისკენ მიიწევ. არა გვერდშუად გადავედით ლიგა 4-ში და გადავალთ წელს ლიგა 3-ში აუცილებლად და მიუხედავად იმისა რომ დაწყებული მაქვს სამწუხარო პატარა რაღაც კარიერა ბავშვებთან არაგვერდების 8 წლამდე ბავშვები მყავს არ ვფიქრობ ჯებოლმდე არ მაქვს გადაწყვეტილი ასე ვთქვა დანებება იმიტომ რომ ისეთ კარგ ხალხში და კარგ გარემოში მოხდი რომ მართლა ვფიქრობ ეს შენთვისაც ახალია მგონი და ყველასთვის რომ ჯერ არ გადავეწყვეტია ბოლომდე ლიგასთვისაც იმიტომ და კიდე ერთი დიდი ფაქტორი ჩემი მეუღლე და ჩემი შვილი რომელსაც ისე უხარია და ჩემ თამაშებზე რომ მოსვლა რომ ესე უბრალოდ ადიდა დაანებე არ აქვს უფლება და ვფიქრობ ჯერჯერობით ნახოთ რა არა და შარშანა იძახდა ბოლო წელი ბოლო წელია ხო ნუ კაია ადამიანი ცვალებადია სადა ჭამაში მოდის ხო კარგი მაგ ნაკრებიდან ვინ დარჩით ახლა ვინც თამაშობთ შენ კაკაბაძე დვალი აბურჯანია აბუ მათე თამაშობთ ცინცაძე ხო გიგა სამხარაძე დაბალი იმაში სპაიერში არის როგორც ვიცი აგერ გავა კონფერენს ლიგას ევროპა უწევს კონფერენსი თამაშობს საოცრად ცალკე პაპუნა თამაშობს პაპუნაშვილი გიორგი მეკარები აღარ ყავს ადამიანს დაამთავრა დადრეულ ასაკში დაამთავრა გოროზიამ ეგა ნახევარი ნაკრები შეგვიძლია ვთქვათ რომ აღარ თამაშობს იქ ანუ წილოსანი კიდე მე მგონი არ ვიცი ზუსტად შეიძლება თამაშობს შეიძლება არ თამაშობს ბოლოს ხო გურიაში ან რაღაც ეგეთში მახსოვს ბოლოს ლაჩხუთში ხო ჭიაბერმა დაამთავრა მასალიკას დაამთავრა დარწმენია ხო ტრავმებიც ალბათ იყო ხო მაგის ფაქტორი რა ზოგთან რა მაგრამ ყველაფერი მაინც ფსიქოლოგია არის ხო თორე იქეთ უყურებთ ეხლა მარსიალზე ვიძახით რომ იმაში აიქშიაო და ის რა დაიმართაო და ესეც რა თქმა უნდა ჩემი აზრია მაგრამ რა შეიძლება დათო დამეთანხმოს ამ პერიოდში რო ყოფილიყავით ამეც გეთახმები საერთოდ სხვა სიტუაცია იქნებოდა ჩემი აზრით მაშინ საქართველოსთან გასვლა ძალიან ჭირდა რა ისე ქონდა შენ რამე ისეთი მიზერული, მაგრამ არაფერი არ გამოვიდა რა. არაფერი ას გერმანიის ვარიანტი იყო ერთი ჩაიშალა და თუმცა საფრანგეთის ვარიანტი ქონდა. ო, ვიღოთ მაშინ გავიდა ჩვენი რა ფაქტიურად მესამე ბრინჯაოს პრიზიორები ვიყავით და ვიდა აბურჯანი წავიდა. დვალი, ლაშუკა წავიდა. ეს ორი ფეხბურთელი წავიდნენ. სხვა საწყის წლებში ეს ორი ფეხბურთელი წავიდა. მე დინამოდან პაპუნა და კაკაბა მიყვა. არა და ხო აი ჟღერს ხო ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი რატო არ უნდა იყოს ინტერესი ხო ეს და ხო რა ეგ რო იქნა სიტყვაზე ესპანეთს ხო აი რამდენი ისეთი ფეხბურთელი იქნებოდა ხო ვერ მაგიტომ ხო მაგიტომ ვიძახი ხო იქნებოდა ეს და ინგლისს ჩვენ ინგლისს ხალხაშორის მაშინ მახსოვს აი აქ რო ჩატარდა შესარჩევი ამბავი ჯგუფი რაც იყო მაშინ ვიძახდი რა რომ აი ეს ბიჭები მეთქი წავლენ ვიღაცები რომ უგებდით უკვე რა ვიღაცა პრემიერ ლიგას ითამაშებს მეთქი ვიღაცა ლიგას მოიგებს
ვიღაცა რეალში იქნება და ესენი სად იქნებიან მეთქი და სამწუხაროდ არ გამოვიდა ისე, კი არა, ისე გამოვიდა როგორც არ მინდოდა რომ გამოსულიყო და ვფიქრობდი. არავის არ შენ სახს და YouTube-ს ამბები ახალგაზრდა უყურებს და ეს ისტორია ფოლოს რაც მოყევით, ეგ არის სამოტივაციო ნიკამერას თქვა რა. ეხა რომ მესამე და მეოთხე და მეხუთე და იმ როგუნჩიც რომ მოხდეს ეს ახალგაზრდები ჩვენან წავდა იქამდე 19 წამდე დარწა თქვენ 19% მგონია რომ ყველა კარგ გუნდში წავა და უნდა იყოს мотивация რომ იქ მოხდნენ რა. სამწუხაროდ ბოლო წლები ვერ გავდივართ ფინალურ ეტაპზე. ასაკობრივ 30 წამდე გაგვანები რომ მეორედ გავედით, მაგრამ ჩვენ 19 წელს და მოკლებულია და იქ ბოლო ეტაპზე ეხა უკვე მოგვი 16 გუნდიანი გახდა. 16 გუნდში მოხდა იმხელა ინტერესია და ამ ბიჭებმა ყარა მამარ და ჩავკვემყიდებმა ბუდუ ისე გაზარდა ეს ქართველების ინტერესი რომ იქ რომ მოხდეთ უკვე ძალიან ბევრი თავისუფლად წავა დასიაობა ატყდება მოკლედ რა ვთქვა რა. ძალიან ბევრი და იყოს мотивация ეს ახალგაზრდა და პატარა ფეხბურთელებისთვის რა. არა, მართლა სხვა დრო იყო, ეხლა უცებ გამახსენ და შენ რო თქვი რომ ჯიქიაზე გაზრდილი ბიჭებიო და რო ჩამოხვედით სტადიონი ჯერ იდგა ხო იქ ოლიმპის ბაზა. ხო, მაგრამ მე მალევე მიაყოლეს. აი ეგეთ რაღაცებს ვემიჩნებით. ხო, რა თქმა უნდა. მაგრამ თავზე მოძალა არ არის ხა ჩვენ მიგვეკითხება. რაც შეიძლება მეტი სტადიონი, რაც შეიძლება მეტი კომპლექსი. რომ გაიზარდოს, თაობები გაიზარდოს, ახალგაზრდობა სპორტით დაინტერესდეს. ნაკლები ქუჩა, მეტი ბურთი. ვისურვებთ რა, ჩვენს მაქსიმალურად ხელს შეუწყობთ ახლა. მოდიან მწვრთნელები, ახალგაზრდა მწვრთნელები გაკეთდა განათლების პროგრამა საქართველოში, UEFA-ს ლიცენზიებს გასცემენ საქართველოში. ჩვენს ჩართულები ვართ მაქსიმალურად, გვინდა გავიზარდოთ როგორც მწვრთნელები ეტაპობრივად. ხო და რავი, სწორი გეზი გვიჭირავს სამხრივ. ნამდვილად მისასალმებელია და ფიქრობ, რომ პროგრესი აუცილებლად იქნება რა. თავარი მონდომება. თავარი არის მონდომება, დათომას თქვა თავიდან და სწორია და გავიდეთ დღეს ნელ-ნელა ბოლოსკენ. დაგემშვიდობებით და სანამ დაგემშვიდობებით ესე გეტყვით რომ რაც ფეხბურთში მოთამაშეებმა ვერქენით უკვე მწვრთნელებმა უნაქნათ რა ეგ ამბავი რა. თუმცა რომ რავი არ უნდა ჩაიაროს თქვენი თაობის იმ ამბავმა ისე რომ არაფერი არ გამოვიდეს საბოლოოდ რა. მადლობა დიდი ბიჭებო დღეს სტუმრობისთვის. გაიხარა სასიამოვნო იყო გესტუმრებით მომავალში. დაგელოდებით. უკვე სხვა თემებზე იქნება იმედია უკვე ჩვენ გაზრდილ უკვე წარმატებები ფეხბურთელებს შევაქებთ. წარმატებები შენ გადაცემას სასიამოვნოა რომ ფეხბურთით ხარ შეპრობილი, ესე რომ ვთქვათ. მთელი გულით, სულით მე და დათო კიდევ წარმატებებს გისურვებთ. მადლობა ბიჭებო, ერთი კვირით დაგემშვიდობებით და უკვე მომდენო კვირაში ახალი საინტერესო სტუმრით ან სტუმრებით დაგიბრუნდებით.